მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 13. დადებითი ნიშნის ორი ტოლი წერტილოვანი მუხტის ურთიერთქმედების ძალა F. განსაზღვრეთ ამ მუხტებით შექმნილი ელექტრული ველის პოტენციალი მათი შემაერთებელი მონაკვეთის შუა წერტილშიო, კულონის მუდმივაა K, ხოლო ელექტრული ველის პოტენციალი მუხტებისაგან უსასრულოდ შორს ნულის ტოლად ჩათვალეთ, თუ ეგეც მოგვახსენეს. კარგით, მოდი დავიღოთ ორი მუხტი. აი მოვათავსოთ დავუშვათ რაღაც Q1 უდრის Q მუხტი და მისგან R მანძილზე მოვათავსოთ Q2 უდრის, რადგანაც ერთმანეთის ტოლია, ეს Q2-ის Q ტოლი იქნება. ეს იყოს პირობითად პირველი წერტილი, ეს იყოს მეორე წერტილი და ამათ შორის მანძილი ავიღოთ R-ის ტოლად. და ჩვენ გვეკითხებიან პოტენციალს ამ მუხტების შემაერთებელი მონაკვეთის შუა წერტილში, შესაბამისად აი აქ გვეკითხებიან, ეს იყოს დავუშვოთ აი A წერტილი. ესე იგი მოცემულობაც რო ჩავწეროთ, როგორც მოცემულობით Q1 უდრის Q2-სო, უდრის Q-სო. ძალა არისო, ურთიერთქმედების ძალა ამ მუხტებს შორისო არისო F-ის ტოლიო. აგრეთვე გითხრეს, რომ K კულონის მუდმივა არისო და პოტენციალი უსასრულოდ დაშორებულ უსასრულოდ შორს ნულის ტოლად ჩაცვალესო, ეგეც მოგვახსენეს და გვეკითხებიან პოტენციალს ამ მუხტების შემაერთებელი მონაკვეთის შუა წერტილში, ესე იგი φ-ას გვეკითხებიან. φ-ას. ახლა თუ დავუკვირდებით ნახას, აი აქედან აქამდე მანძილი იქნება R ნახევარი, ხო, რადგანაც A შუა წერტილია, აი ეს მანძილიც იქნება R ნახევარი. და დავითვალოთ ახლა პირველ შემთხვევაში φ1 რის ტოლი იქნება φ1 A წერტილში, φ1 A წერტილში. პირველი მუხტის მიერ შექმნილი პირველ წერტილში მოთავსებული მუხტის მიერ შექმნილი პოტენციალი A წერტილში იქნება ტოლი KQ შეფარდებული ამ მუხტიდან A წერტილამდე მანძილთან, რომელიც R ნახევრის ტოლია, ეს არის შეფარდებული R ნახევართან და მოდი ეს R ნახევარი ეს ორიანი ზემოთ ავიტანოთ. და ანალოგიური სიტუაცია გვექნება K მეორე მუხტის მეორე წერტილში მოთავსებული Q მუხტის მიერ შექმნილი პოტენციალიც იქნება KQ შეფარდებული R ნახევართან აქაც, რადგანაც მეორე წერტილიდან ამდე მანძილი R ნახევარია, ეს ორიც ზემოთავა. რეალურად აქ Q1 და Q2 უნდა დაგვეწერა, მაგრამ რადგანაც ისინი სიდიდით ერთმანეთის ტოლი არის, ეგეც გავითვალისწინეთ. მოგიტო Q-ები დაგვიჭდა. და აი ახლა რა იქნება სრული, ხო? სრული პოტენციალი φ-ში ტოლი იქნება ამათი ჯამის, ხო? ესე იგი f-ის ტოლი იქნება φ1-ას პლუს φ2-a, ეს ტოლი იქნება 2kq შეფარდებული R-თან, დამატებული 2kq შეფარდებული R-თან. ეს გამოგივა ტოლი 4kq შეფარდებული R-თან. და პასუხებს თუ შევხედავთ, როგორც ხედავთ პასუხებში, მუხტი არა გვაქვს მოცემული. F-იც ურევია პასუხებში, შესაბამისად რამენაირად პოტენციალის ძალასთან დაკავშირება მოგვიწევს, ამიტომ მოდით ჩავწეროთ კულონის კანონი. ამ მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალა ტოლი იქნება K-ჯერ Q1 გამრავლებული Q2-თან შეფარდებული ამ მუხტებს შორის მანძილის კვადრატთან, R კვადრატთან. ეს ტოლი იქნება Q1 და Q2 ორივე Q არის, შესაბამისად ეს მოგვცემს KQ კვადრატი შეფარდებული R კვადრატთან. და მოდით აი ეს სიდიდე რო განსაზღვროთ, აი იქ რაც არის Q შეფარდებული R-თან. აქედან Q კვადრატი შეფარდებული R-თან ხო ტოლი გამოგვივა ჩვენ R კვადრატთან. ტოლი ხო გამოგვივა F-ის ფარდობისა K-სთან, ხო? საიდანაც ტოლობის ორივე მხარეს ფესვ თუ ამოვიღებთ, Q შეფარდება R-თან, ტოლი გამოგვდის კვადრატული ფესვი F-ი შეფარდებული K-სთან, ხო? და Q შეფარდებული R-თან კიდე მეორე მხრივ, აი ეს არის, ხო? შესაბამისად, აი აქაც ვიწერია, ეს ყოფილა ფესვი F-ი K-სთან, აი ეს სიდიდე. შესაბამისად, მოდი ჩავსვათ, ესე იგი რა გამოგდის, ეს გამოგდის ტოლი 4kჯერ კვადრატული ფესვი F-ი შეფარდებული K-სთან. ახლა K-ს თუ შევიტანთ ფესვის რადიკალის ქვეშ, ფესვის შიგნით, ეს K-ები შეიკვეცება, ესე იგი K კვადრატად შევა და ეს K-ები რო შეიკვეცება, დაგვრჩება 4 კვადრატული ფესვი K-F-დან. ანუ საბოლოოდ დავწერთ ჩვენ ახლა პასუხს, ეს ჩვენი φ A წერტილში ტოლი ყოფილა 4 კვადრატული ფესვი K-F-დან. ეს კიდევ როგორც ხედავთ არის პასუხი E.